მოგესალმებით პატივცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმები ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია, 7:30 და ვიწყებთ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. ვაგრძელებ გადაცემათა ციკლს უმაღლესი სკოლის განათლების რეფორმის ანალიზი. ეს არის უკვე თუ არ ვცდები 31 გადაცემა. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ 3 კვირა თუ 4 კვირა ვიხილავთ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიბრძანებას პარლამენტში ინტერპელაციის წესით და იქ დასმული 44 კითხვაზე როგორ გასცა პასუხები დეტალურად ვიხილავთ და ბოლოში მაინც ვერ ჩავედით, თითქოს ჩავედით ბოლოში და დღეს უნდა ყოფილიყო ზოგად განათლებაზე დასმული იყო 7 კითხვა, მაგრამ დღეს ამას ვერ დაუთმობთ დროს, იმიტომ რომ ამ ერთი კვირის მანძილზე მოხდა პრემიერ-მინისტრის მიბრძანება პარლამენტში ანგარიშით და ასევე 1 ივლისს გუშინ თუ 31-ში საღამოს აქტუალურ თემაში, ერთ-ერთ ტელეკომპანიაზე, გადაცემა აქტუალურ თემაში მიწვეული იყო მინისტრი და ჩვენ უნდა გავაკეთოთ პრემიერ-მინისტრზე და მინისტრის გამოსვლებზე, ასე ვთქვათ, მათი ანალიზი უნდა მოხდეს, მაგრამ რომ შევაჯამოთ ის ბოლო ქვეთავი, რაც ეხება უმაღლესებს, კონცეფციის ქვეთავი აქ დასმული კითხვები თუ დამრჩება დრო ამ კითხვებს წავიკითხა 9 კითხვა არც ერთზე არ იქნა პასუხი, უпростоრად ვერ იქნა გაცემული პასუხები და ისაუბრა ზოგადად. ამიტომ თუ დამრჩება დრო ამ კითხვებს წავიკითხავ და შეჯამებისთვის სტატისტიკურად 37 კითხვა იყო დასმული უმაღლესი განათლებიდან, აქედან ეს არის 10%-ს გასცა, 4 კითხვას გასცა პასუხი, მაგრამ საფუძვლიანად აი პირდაპირ ერთმნიშვნელოვნად ცალსახად პასუხი არც ერთ კითხვაზე არ იყო დასაბუთებული პასუხი, სრულყოფილი პასუხი უმაღლესი განათლებაზე იყო 37 კითხვა დასმული და არც ერთზე არ იქნა ასეთი დასაბუთებული პასუხი გაცემული და ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ რეფორმა არის საერთოდ მოუმზადებელი, დაუსაბუთებელი ყოველგვარი ანალიზის და ყოველგვარი საჭირო დოკუმენტების და დოკუმენტთა პაკეტების გარეშე. 4 კითხვას, მხოლოდ 4 კითხვას უპასუხა ნაწილობრივ კითხვის ზოგიერთ ნაწილს დაუშვათ პირველ ნაწილს უპასუხა შეიძლება პირდაპირ, მეორე ნაწილს არაპირდაპირ ან პირიქით და 37 კითხვაში ეს იყო 4 კითხვა. ასეთი რამ არ მოსწრია ისტორიას, აი ესეთი გაუგონარი რამ. კარგით, მე მინდა დღევანდელი დღე დავიწყო მილოცვით. დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. გილოცავთ ამ დღეს, მე მინდა მიულოცო აბიტურიენტებს, მათ მშობლებს, ოჯახებს, გისურვებთ წარმატებებს და პირველ რიგში ღვთის შეწევნას აბიტურიენტებს. მისაღები გამოცდები არის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესი. მაგრამ რომ იტყვიან ძალიან რთულ პერიოდში მოგიწიათ აბიტურიენტ
მმართველობა. წელს არის ძალიან რთული წელი. ხელისუფლებამ ყოველგვარი გაფრთხილების, ყოველგვარი შემზადების გარეშე დაიწყო ის რეფორმები, რაც დაიწყო და ეს მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ ძალიან რთული წელი და რთული საგამოცდო პერიოდი გექნებათ. და მე მინდა ჩამოვთვალო ეს ფაქტორები, მაგრამ მანამდე მინდა საინტერესო სტატისტიკას მივმართო. უმაღლესი სასწავლებლები ვიცით, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები 19-ია და რაღაც ამას აღარ გავიმეორებ. საინტერესოა უმაღლესი განათლების კერძო სექტორი. აბიტურიენტებს წარმოადგენს 36 უნივერსიტეტი, 312 აკადემიური პროგრამა, 15216 ვაკანსია, ესე იგი 15216 ადგილია გამოცხადებული კერძო უნივერსიტეტებში. კერძო უნივერსიტეტების 5 საბაზო სეგმენტი გამოიკვეთა. სუბსიდირებული საპატრიარქოს მიერ დაფინანსებული სეგმენტი, რა თქმა უნდა, ეს არის საპატრიარქოს უნივერსიტეტები, სადაც გადასახადები მერყეობს 2300 ლარის ფარგლებში. მეორე კატეგორია არის საშუალოზე დაბალი გარდამავალი სეგმენტი, სადაც დაფინანსება არის 2300-3000 ლარის ფარგლებში. საშუალო მასობრივი სეგმენტი 3000 ლარიდან 5000 ლარის ფარგლებში. მეოთხე პრემიუმ სეგმენტი 5000 და იწყება 10000 ლარის ფარგლებში და მეხუთე ელიტარული ნიშა 10000 და ზემოთ. არის 21500 ლარიანი პროგრამა და უფრო მეტიც. ეს ყბა დაღებული სამართლის საბაკალავრო პროგრამები კერძო უნივერსიტეტებში. რა ღირს სწავლა კერძო უნივერსიტეტებში, მაგალითად სამართლის პროგრამებზე და რამდენი ადგილია სამართლის პროგრამებისათვის კერძო უნივერსიტეტებში 2026 წელს. საშუალო გადასახადი იყო 2250 ლარი, აიწია გადასახადმა და როგორც ვნახეთ ჩვენ ყველა სეგმენტის უნივერსიტეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა გადასახადები, რამდენიმე 1000-ით, აქ 3819 ლარის საშუალო გადასახადი, მაქსიმალური საფასური 7990 ლარი და სულ გამოყოფილია კერძო უნივერსიტეტებში 1821 ადგილი. და ყველგან შეამცირეს ეს უნივერსიტეტები, გადაიტანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იქაც არის ადგილები, მაგრამ იმაზე ბევრად მეტი არის 1821 ადგილი. და ამ ყბადაღებული იურისტების შემთხვევა რომ მოგყავთ ბატონო პრემიერო და ბატონო მინისტრო, მაგალითებად შრომით ბაზარზე ჭარბი იურისტები არ გვინდა რომ ყავდესო 3500 იყო სახელმწიფო სექტორში 2900 ამთავრებდაო, აქედან 700-ო და 700 იყო ბაზრის მოთხოვნაო და ისიც არ მოირჩევაო. ეხლა ხო რამდენია ეს 1821 ადგილი აქ არის კერძო სექტორიდან წავა და ეს თქვენ არ გაინტერესებთ, ხო? კერძო უნივერსიტეტში გამოცხადებული ადგილების თითქმის 50% შეადგენს ბიზნეს ადმინისტრირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებს, სამართლის მეცნიერებებზე მოდის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამართლისა და ბიზნესის მიმართ ადგილები შემცირდა, აქეთ გაიზარდა კერძო უნივერსიტეტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფსიქოლოგია გააუქმეს, გადაიყვანეს მიდლოვად რეჟიმში, მნიშვნელოვნად შემცირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ფსიქოლოგია 1357 ადგილია გამოყოფილი. რაც მედიცინას უტოლდება და აჭარბებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებების, საჯარო მმართველობის, ეკონომიკას და ასე შემდეგ პოპულარულ მიმართულებებს ერთად აღებულს.
და ფსიქოლოგია კი შეამცირეთ. ესე იგი, აი მე რომ ვამბობ სულ ვახსენებ, რომ მაფიოზურ კლანური ინტერესების შესაბამისად მიმდინარეობს რეფორმა, ზუსტად აი ასეთ რაღაცებს და ეს ჩანს სტატისტიკაში. ეს ძალიან კარგად ჩანს სტატისტიკაში. ესე იგი, სახელმწიფო უნივერსიტეტებში გააუქმეს ყველა პოპულარული ფაკულტეტები და პროგრამები და თქვენ წარმოიდგინეთ, თესეუშიც გააუქმეს, მაგალითად ფსიქოლოგია და აი რამხელა მოთხოვნა კერძო სექტორში გაიზარდა. ახლა მე მინდა ესე იგი ეს კერძო უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო პროგრამები მათი გადანაწილება რადიკალურად არათანაბარია. მასადამე აქ გამოვყოფთ 5 ჯგუფს: მასობრივი დივერსიფიკაციის მოდელი და სხვადასხვა უნივერსიტეტები, აქ კავკასიის უნივერსიტეტია ლიდერი 1945 ადგილი და ასე შემდეგ საერთაშორისო უნივერსიტეტი და ისა შემდეგ კონცენტრირებული ეფექტურობის მოდელი, განსაკუთრებით საინტერესო ფენომენს წარმოადგენს ორგანიზაციები, რომლებიც უარს ამბობენ პროგრამულ დივერსიფიკაციაზე, თუმცა აჩვენებენ სტუდენტთა მოზიდვის მაღალ კოეფიციენტს. მაგალითად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU მხოლოდ 6 პროგრამით ახერხებს 800 სტუდენტის მიღებას, ხოლო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 10 პროგრამით 630 სტუდენტის მობილიზებას. ეს მიანიშნებს ვიწრო, მაგრამ მაღალ მოთხოვნად ძირითადად STEM და ბიზნეს მიმართულებებზე ფოკუსირებაზე, რაც უზრუნველყოფს პროგრამული ეფექტურობასა და ბრენდის ძლიერ პოზიციონირებას. მესამე, ნიშური და სპეციალიზირებული მოდელი, მცირე კონტინგენტით. ეს არის გრაფიკის წარმოდგენილია იქ ქვედა სეგმენტს წარმოადგენს, სადაც თავმოყრილია მცირე მასშტაბის სპეციალიზირებული სასწავლებლები, მაგალითად გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, პეტრე შოთაძის მედიცინის აკადემია, ავიცენა აღმოსავლეთ დასავლეთის უნივერსიტეტი და სხვა. მათი კვოტები 15-დან 45 სტუდენტამდე მერყეობს და ხშირად მხოლოდ 1 ან 2 პროგრამით შემოიფარგლება და სამაგიეროდ ელიტარულია ან ნიმუშურ ბაზარზე, სადაც კონკურენტული უპირატესობა მიღწევა არა მასშტაბით, არამედ ვიწრო პროფილური ექსკლუზიურობით და ღირს ძალიან ძვირი 10,000, 20,000 და ასე შემდეგ. შემდეგ მეოთხე, ნიშური და სპეციალიზირებული მოდელი, მაღალი მოთხოვნით, აგრარული უნივერსიტეტი და ჯიპა. აი, მაგარი მოთხოვნით და თქვენ რა გააკეთეთ? ესე იგი, სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო და ჯერჯერობით არის აგრარული უნივერსიტეტი და კონკურენციაში შევიდა აგრარულ უნივერსიტეტთან, ბენდუგიზის აგრარულ უნივერსიტეტთან და თქვენ სპობთ ამ ფაკულტეტს ეხლა კონკურენციაში ასეთ მოთხოვნად ბენდუგიზის აგრარულ უნივერსიტეტთან შევა სოხუმის უნივერსიტეტში რომ გადაიტანთ? არა, რა თქმა უნდა. აქაც მაფიოზური ინტერესებია ჩადებული. იქ სხვადასხვა მაფიოზური ინტერესებია ამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აგრარული ფაკულტეტის წამოღების, მაგრამ ერთ-ერთი მძლავრი თუ პირველი არა, აი ეს ინტერესიც არის. კიდევ ვიმეორებ, ნიშური და სპეციალიზირებული მოდელი მაღალი მოთხოვნით, აგრარული უნივერსიტეტი და ჯიპა. და გაუთავისუფლეთ როიტყვიან სივრცე, გზა და ყველაფერი. შემდეგ, მულტიპროფილური უნივერსიტეტები მაღალი მიღებითა და გასაშვალებული ფასებით. ეს არის საქართველოს უნივერსიტეტი, ეს პრეზიდენტის დედის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბარემ იმ პირველმა რა დააშავა, იმასაც წავიკითხავ, მასობრივი დივერსიფიკაციის მოდელი ბაზრის აბსოლუტურ ლიდერად ვლინდება კავკასიის უნივერსიტეტი, კახა შენგელიას უნივერსიტეტი, რომელიც ახორციელებს როგორც სტუდენტთა ნაკადის 1945 ადგილი, ისე აკადემიური პორტფელის 4 პროგრამა მაქსიმალურ გენერირებას. მას მოსდევს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 1225 სტუდენტი, 28 პროგრამა. ეს ინსტიტუციები იყენებენ უნივერსალური ჰაბის სტრატეგიას, რაც გულისხმობს მასშტაბის ეკონომიის მიღწევას და ფართო აკადემიური შეთავაზებების ხარჯზე. აი, ასეთია მოკლედ ის
კერძო უნივერსიტეტებს არც მალავთ აძლევთ უპირატესობას. ახლა მე მინდა დავიწყო ბატონი პრემიერ მინისტრ ყობახიძის გამოსვლით პარლამენტში. თვითონ ანგარიში იყო წარმოდგენილი ძალიან მოკლედ, ვრცელი ანგარიში იყო, მაგრამ ძალიან მოკლედ იყო წარმოდგენილი რამდენიმე გვერდზე, 2-3 გვერდზე იყო წარმოდგენილი განათლება მთლიანად თავისი 4-ვე საფეხურით და მეცნიერება. ესე იგი, და თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეყანაში ხდება ძირეული რეფორმები, სასკოლო მიმართულებით და უმაღლესი განათლების მიმართულებით. იქაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება მეცნიერების კუთხით. და ჩვენ რას ვხედავთ? ასეთ რაღაცა წყალწყალა არაფრის მომცემ, მშრალ იქ საერთოდ არ არის რეფორმის დოკუმენტები არ გაქვთ მიღებული, ანალიზი არ გაქვთ გაკეთებული, არსებული სიტუაციის, რეფორმის შემდგომი სიტუაციის და რა თქმა უნდა მოხსენებაში არის ჩადებული არაფერი. და კითხვებს ვერც უპასუხა. დასმული იყო იქ ძირითადი კითხვები იმ ინტერპელაციიდან აღებული იყო ძირითადი ეს არის რა თქმა უნდა კვოტირება, იმიტომ რომ ადგილების შემცირება დაგეგმილი და არავის არ დაგავიწყდეთ რომ ეხლა რო 21600-ია, ჯერ 300 იყო 21300, მე 21600, 14400 გვჭირდება და მეტი არაო სახელმწიფო უნივერსიტეტებში. შემდეგ შრომითი ბაზრის კვლევა, აქ არის ვერ უპასუხა ამ კითხვას და ჩვენ ეხლა რამდენიმე წუთში მის ციტატას მოვიყვანთ. აქ არის მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, პროგრამების და ხარისხის საკითხი, კვოტირების საკითხი და მთავარია ინფრასტრუქტურა. ამ რეფორმის მიზანს რა შეადგენს? ამ რეფორმის მიზანს განათლების შინაარსის გამდიდრება, ხარისხის გაუმჯობესება არ შეადგენს. აქ არის მთავარი აქცენტი გადატანილი მაფიოზურ კლანური ინტერესებით კეთდება ეს რეფორმები. აგერ აი სტატისტიკამაც აჩვენა. და თვითონაც ამბობენ, რომ კერძო სექტორი გვინდა აი რომ გაძლიერდეს, არ ვაქცევთ ჩარჩოებში და ასე შემდეგ. და საკადრო პოლიტიკა. აი ინფრასტრუქტურა. პრემიერს უნდა წარმოედგინა თუ არა ანგარიში აბასად, როდესაც ქვეყნის ისტორიას და ზუსტად ეს არის ჩვენი ისტორიის ფურცლების სახელოვანი. ყველაზე საამაყო უნივერსიტეტების შექმნა, საუკუნოვანი უნივერსიტეტებია ლამის ეს ძველი უნივერსიტეტები. არა მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თეატრალური უნივერსიტეტი, სახელმწიფო კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, სპორტის აკადემია, ანუ უნივერსიტეტი, ეს თბილისში მდებარე, ნუ ეს დევნილი უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეგიონალური უნივერსიტეტები, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი, თელავის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, ესენი ყველა ისტორიული გორის უნივერსიტეტი, ცხინვალი დახურეს, აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია ცხინვალის დახურვა და აი ეს სახელოვანი უნივერსიტეტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან ჭიდრო კავშირშია და ჩვენი ქვეყნის ისტორიის სახელოვანი ფურცლებია. ეს უნივერსიტეტები გამოშიგნულია და ყველა პოპულარული ფაკულტეტები წაართვეს და ნუ რაც იქნება ახლა დავინახავთ. აქამდე იყო არაერთი ექსპერტის მონაცემებით, ვამბობდით ისა და დღესაც ვეცდები რომ ჩამოვაყალიბო, მაგრამ აი უყურეთ, მთავარი კითხვა, რაც იქვე დაისვა, რა პროცენტით ზრდის განათლების რეფორმა ბიუჯეტს? კითხვა, დაფინანსების საკითხი და ინფრასტრუქტურის საკითხი. ინფრასტრუქტურა პრემიერს უნდა მოეტანა.
ყველა ობიექტი უნდა ყოფილიყო ანგარიში მოყვანილი, რას ტოვებენ, რას არ ყიდიან, რას ყიდიან, რა ფართებია. მე ამას დეტალიზებულად ჩამოვთვლი შემდეგ რა ფართებია, მიწის თუ სასწავლო ფართები თუ დამხმარე ფართები თუ საცდელი სადგურები თუ ექსპერიმენტული ბაზები თუ სამეცნიერო ბაზები თუ საწარმო თუ ყველაფერი უძრავ მოძრავი ქონება, ბაღები, ობსერვატორია, ბოტანიკური ბაღი, სხვა ნაკრძალები თუ რაღაცა ყველაფერი ესენი უნდა ყოფილიყო იმ ანგარიში, რა იყიდება, ან სპეციალური დოკუმენტი უნდა შეიქმნას და უნდა მოხდეს ამისი განხილვა. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია და თქვენ ისტორიას ცვლით. და ასე არ არის ესე მარტივად რომ ამას გავყიდით, იმას გავყიდით და უნივერსიტეტის ჯერ თავიდან ითქვა თესეუს პირველი და მეორე კორპუსიო. ეხლა უფრო შერბილდა და რამდენიმე ისტორიულ კორპუსს დავტოვებთო და ეგრე არ არის თქვენ რაც მიგაჩნიათ რა რაოდენობის ფართებია რაც ჩამოვთვალე და მიწის დაკვეთებია თუ სპორტული მოედნებია თუ სპორტული დაზბაზებია თუ საცურაო აუზებია თუ ის ნაკრძალებია თუ ტყეებია თუ რაცა აქვთ თბილისში თუ თბილის გარეთ თუ საქართველოს სხვა წერ ეს ყველაფერი უნდა გამოაქვეყნოთ და უნდა მოაყოლოთ დასაბუთება და რას მიცემთ თქვენ თბილის რუსთავის ხრიოკ ადგილზე და იქ რატო უნდა გადავიდნენ ბავშვები და იქ სტუდენტის დროს ხომ უნდა გაუფრთხილდეთ როდის უნდა იმეცადინოს ბავშვმა ყველა საერთო საცხოვრებელში ხომ არ ცხოვრობს ან რატომ არ აძლევთ თანხებს უნივერსიტეტებს და თვითონ აქვთ მიწის ნაკვეთები და ააშენებენ საერთო საცხოვრებლებს არა ეგ არ გინდათ თქვენ გინდათ ქალაქის ცენტრში დაიტაცოთ ვითომ გაკლიათ მიწის ნაკვეთები, შენობები დაანგრიოთ და ააშენოთ თქვენი ბიზნეს ცენტრები თუ კორპუსები. ეს უნდა მოხდეს ყველაფერი რუსთაველზე და ჭავჭავაძეზე. ასე არა, გამოაქვეყნეთ ყველაფერი. რას წაიღებთ, რა ფართებს და რას თავაზობთ იქ და ადგილიც შეცვალეთ. იგივე ადგილებზე თუ რაიმე ავარიულია, იგივე ადგილებზე აშენდეს. და გამაოგნებელი პასუხი გასცა ამ კითხვას. ანუ დაფინანსება კონკრეტულად არ გაჟღერდა. 27-ში უნდა გამოქვეყნებულიყო, ჯერ აქამდე უნდა გამოქვეყნებულიყო დაფინანსების ოდენობა და კიდევ არ გამოქვეყნებულა და მიქანაძემ ბრძანა თავის სატელევიზიო გამოსვლაში 1 წელი შეუსრულდა მიქანაძეს მინისტრობის და გამოვიდა და ნუ რა ილაპარაკა. საერთოდ არ მოსულიყო და არ ესაუბრა ჯობდა და არ დაასახელა პრემიერ-მინისტრმა თანხები. თუ რა დაჯდება ერთი სტუდენტის დაფინანსება სფეროებისა და ქვესფეროების მიხედვით, ანუ სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით. და ჯერაც არ არის გამოცემული ეს. და 2027 წლიდან ანუ ახალი ფორმულა იქნება. ესეთი რამ ისტორიას არ მოსწრია. 2026 სასწავლო წელი შედგება 2026 სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით და 2027 იანვრიდან ივლისის ჩათვლით. ესე იგი, სხვადასხვა დაფინანსება უნდა იყოს, სხვადასხვა ოდენობის. ეს არ შეიძლება. ეს არის დარღვევა სერიოზული. ფინანსური დარღვევა. როგორ შეიძლება? სხვადასხვა ფინანსური მოდელი და ფორმული და ოდენობით თანხის პროგრამა პირველ სემესტრში სხვაგვარადაა შეფასებული და მეორეში სხვაგვარად. თქვენთვის ყველაფერი შეიძლება. იმიტომ რომ უპატრონოა ისა რა ქვია, არავინ არ მყავს მომკითხველი და გამკითხველი. იმის მაგივრად რომ საქართველოს პარლამენტმა აკონტროლოს არაფერი. იმათ იმის აღმასრულებელი ხელისუფლების და პრემიერის ხელქვეითი გონიათ თავი საქართველოს პარლამენტს. პრემიერის პასუხი, ირაკლი კობახიძის პასუხი. ჩვენ შემოვიღეთ უფასო უმაღლესი განათლების სისტემა. 3+1 წელზე რომ გავთვალოთ, დანახარჯები დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 200 მილიონით გაიზრდება. ეხლა რომ ჩაყარო
ნახეთ საოცარი ციტატა უნდა მოვიყვანო. ეხლა რომ ჩაყარო უცბად ორჯერ მეტი ფული მაგალითად განათლებაში ეს იქნება მთლიანად გადაყრილი ფული. რატომ გეკითხებით? ფულს ხომ არ გადაყრი გეგმა თქვენ არ გაქვთ შედგენილი, მაგრამ რასაც ეძახით იმ სამ გვერდნახევრიან იმას, რა ქვია, კონცეფციას. რაღაცა ხო გაქვთ დასახული, რატო იქნება გადაყრილი ფული? მე გეტყვით მე ჩემო ბატონებო, ღიად არ საუბრობს, რატო იქნება გადაყრილი ფული? ჯერ უნდა შექმნა ვციტირებ ისევ პრემიერს, ჯერ უნდა შექმნა შესაბამისი რესურსი. ამ რესურსში იგულისხმება მათ შორის ინფრასტრუქტურული რესურსი, ადამიანური რესურსი და ასე შემდეგ. ინფრასტრუქტურული რესურსი მესმის, რაც დაზიანებულია და რაღაცა რომ აღადგინო. მაგრამ ადამიანური რესურსი რატო უნდა შექმნა? რა, პროფესორ მასწავლებლები არ გვყავს იქ? ანუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ? დაიწყეთ, მაგრამ არ ამხელთ, თქვენ ხო სპეცოპერაციას ატარებთ? დეფორმა, სპეცოპერაცია, ეს არ არის რეფორმა. როცა გაყრით ყველას და მოიყვანთ თქვენ ხალხს, ნაცნობებს, პოლიტიკური ნიშნით, აი მერე მოუმატებთ ხელფასებს. მაგალითად, ვაგრძელებ ციტირებას პრემიერის. არსებული მოცემულობით, უბრალოდ რომ გაუზარდო ხელფასები პროფესურას, არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება. ბატონო პრემიერო, თქვენ რატომ გაიზარდეთ ხელფასები მთავრობამ? თქვენ რატომ გაიზარდეთ დანამატები და პრემიები სულ ეხლახანს? რებს ამბობთ? რა არის ეს? პირდაპირ უარესი ეკუთვნის ამ პროფესურას. გაჭმებულები რომ ხართ, ხმას რომ არ იღებთ. არც ერთ უნივერსიტეტში, გარდა ერთეულებისა. ესე იგი, ხელფასი რომ მოუმატოთო პროფესურასო, არავითარი შედეგის მომტანი არ იქნებაო. ანუ პირდაპირ ამბობს, რომ თქვენ არ მოგემატებათ ხელფასი, როცა კარგად შემცირდება, როცა გაიმართება ახალი კონკურსები, როცა მოვა, როგორ ატარებდა სააკაშვილი, ერთი ნიშნით ატარებდა პოლიტიკური ნიშნით. მე ვსვამ აქ კითხვას, რატომ გამობრძანდით ბატონო პრემიერ-მინისტრო და აქ თქვენ არგუმენტები არ მოგყავთ. გაუგონა რაღაცას ამბობთ. და რატომ არ ხსნით? კომპლექსურად უნდა განხორციელდეს რეფორმა. და თქვენ იცით, რომ ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმა, რეფორმის კონცეფცია და საბოლოო ჯამში თავისთავად გამოიწვევს ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება. დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ესე იგი, კომპლექსურად არ განახორციელეთ? ფაკულტეტები გააუქმეთ. პროგრამები გადაიყვანეთ მილევად რეჟიმში. ყველა რეგიონულ უნივერსიტეტში იყო პოპულარული ფაკულტეტები და ყველა პოპულარული ფაკულტეტი წაართვით. და მიეცით პედაგოგიური პროფილის ფაკულტეტები. ყველა ისიც არ არის. შემდეგ პროგრამები დაუმატეთ 1-2 ტურიზმი და ყველა რეგიონულ უნივერსიტეტში ჩამოარიგეთ აგრარული მიმართულებების 1, 2 ან 3 პროგრამა. რა ქვია ამ ჰიბრიდს? არ ვიცი. თქვენ პროფილურს ეძახით, მაგრამ მეცნიერება ამას პროფილურს ვერ დაარქმევს. ეს არის თქვენი ჰიბრიდი. კობახიძე მიქანაძის სახელობის ჰიბრიდული უნივერსიტეტები. შემდეგ
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ეს არ უნდა იყოს მყისიერი ზრდა. რატომ 4000 ქონდათ პარლამენტარებს 4000-მდე და უფრო ნაკლები და უცბად მყისიერად მოიმატეთ და გახადეთ 11000 და მეტი. რო შემოგძანდით მაგ პარლამენტში არჩევნების შემდეგ რადგან მისი თქმით წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტიცია იქნება წყალში გადაყრილი. კიდე იმეორებს. ესე იგი ხელფასებიო რომ მოუმატოთო წყალში გადაყრილი იქნებაო. უარესი გეკუთვნით ბატონო პროფესორებო. კიდე ვიმეორებ, ხმას რომ არიღებთ და მდუმარებაში რომ ატარებთ დროს. რას აკეთებთ მაგ უნივერსიტეტებში? რატომ გეშინიათ ხმის ამოღების? მე ეხლა კითხვას ვსვამ პროფესორ მასწავლებლების მიმართ. რა ცხოვრებით ცხოვრობთ და რას აკეთებთ? რა არის თქვენი საქმიანობის წესი, რომ აი ასეთი ურცხვი, დამანგრეველი, უპასუხისმგებლო, გაუაზრებელი, მოუმზადებელი რეფორმების და პირდაპირ გეუბნებიან, რომ უნდა გაგიშვათ, გაგყაროთ ქუჩაშიო და მყისიერი მომატება არ შეიძლებაო და ეს არის წყალში გადაყრილიო, მაგათ როგორ შეიძლებაო თანხა მოუმატო ხელფასიო? რატომ ისევ სვამ კითხვას? არგუმენტებია საჭირო, მაგრამ თანმიმდევრულად, როდესაც განხორციელდება ეს რეფორმა, ეს ავტომატურად თავისთავად გამოიწვევს შესაბამისი დანახარჯების ზრდას. ბატონო ირაკლი, თანმიმდევრულად რო განხორციელდება, ამ უნივერსიტეტებს მოახერხებთ თქვენ მთლიანად. და 1-2-3 წელში არც კი არის საჭირო მაგდენი უნივერსიტეტები პრაქტიკულად იქნება შემცირებული, დაიხურება სახელმწიფო უნივერსიტეტები, პატარა და თქვენ წარმოიდგინეთ დიდი უნივერსიტეტებიც. და მე დღის წესრიგში დადგება ამ უნივერსიტეტების გაერთიანება კონსოლიდაციის საკითხები. ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დარტყმის ქვეშ გამოშიგნული. შემდეგი კითხვა პრემიერ-მინისტრს. სახელმწიფო სექტორში უნივერსიტეტებში რატომ შემოგაქვთ კვოტები და რატომ არ ეხება კვოტირება კერძო უნივერსიტეტებს? როცა შრომითი ბაზრის კვლევა ჩაატარეთ და ჩაატარეთ სპეციალურად, რომ ჭარბი სპეციალისტები არ ყოლოდათ შრომით ბაზარზე. ასე დაიწყეთ თქვენ რეფორმის მთავარი ამოსავალი არის ეს. რომ ჭარბი სპეციალისტები არ იყვნენ, რომ ბავშვებს გული არ აუცრუვდებთო და საზღვარგარეთ რომ მიდიანო, ეს არის მიზეზიო. ეგ არ არის. სხვა მიზეზებია და ეგეც ერთ-ერთი შეიძლება იყოს. ეხლა ვციტირებ ისევ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ყობახიძეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გავრცელდა კვოტები და სხვა ტიპის რეგულაციები კერძო უნივერსიტეტებზე, ჩვენი მიდგომა სიტყვასიტყვით ვციტირებ. ასე ამბობს პრემიერი, ჩვენი მიდგომა ეს არის. უფრო მეტად ვაქცევთ ჩარჩოში სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ანუ ვახჩობთო სახელმწიფო უნივერსიტეტებსო. მათ შორის კვოტების განაწილების კუთხით და ასე შემდეგო. გამომდინარე იქიდან, რომ ვმოქმედებთ მარტივი მიდგომით. რა არის მარტივი მიდგომა? ჩვენი მიდგომა იყო ასახული რეფორმის კონცეფციაში. სახელმწიფო ამოცანები არსებითად უნდა შეასრულოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და არსებითად კერძო სექტორი უნდა იყოს დაკავებული კომერციული საქმიანობით. ერთი წუთით. მოდით გავაკეთოთ ახლა ამაზე კომენტარები. ესე იგი, ბატონი პრემიერი ბრძანებს, რომ უფრო მეტად ვაქცევთო ჩარჩოშიო სახელმწიფო უნივერსიტეტებსო,
მათ შორისო კვოტების განაწილების კუთხითო და ასე შემდეგ. ბევრი რამ გაატარეს ღონისძიებები სახელმწიფო უნივერსიტეტში და გამომდინარე იქიდან რომ მოქმედებთო მარტივი მიდგომითო. ეხლა მე გეკითხებით ბატონო პრემიერო, კვოტები შემოგაქვთ იმიტომ რომ შრომის ბაზარზე არ იყოს ჭარბი სპეციალისტი. კიდევ ვიმეორებ, არ მომბეზრდება ამაზე ჭიდაობა, იმიტომ რომ ეს არის მთავარი საკითხი. თქვენ შეამცირებთ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილები, იმიტომ რომ და კიდევ უფრო შეამცირებთ, რომ შრომითი ბაზარი გაქვთ აფარებული წინ. რომ არ გვინდა ჭარბი სპეციალისტიო. და როგორ ბედავთ ასეთ პასუხებს, როგორ იძლევით პარლამენტში თანაც. ბაზარზე არ იყოს ჭარბი სპეციალისტი, ხო? ეს იყო თქვენი განმარტება და ჩვენი მიდგომა არისო ასახული რეფორმის კონცეფციაშიო. ეთყობა დაგვიწყდათ ეს პრინციპი მოითხოვს კადრების და კვოტების რეგულირებას კერძო სექტორშიც. იმიტომ რომ ბაზარზე ჭარბი სპეციალისტი შემოვა სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან თუ არ იქნება თქვენი ბაზრის შესაბამისი კვოტირება და შემოვა კერძო უნივერსიტეტებიდან და შემოვა საერთაშორისო განათლება მიღებული ჩვენი თანამემამულეები და უცხოელებიც კიდე ფართოდ რო გაუღეთ კარები. შემდეგ და კომერციული საქმიანობით დაყავდნენო, ანუ ბიზნესი აკეთონო. ესე იგი, თქვენი მთავრობის ინტერესები დევს ამ ცალკეულ კერძო უნივერსიტეტებში? ეს არის გამოსარკვევი და გამოსაძიებელი. მარტო კომერციული საქმიანობაა? გეკითხებით მე თქვენ, ბატონო პრემიერო და მთავრობაო. კერძო უნივერსიტეტების საქმე? განათლების შინაარსზე არ უნდა იზრუნოს? განათლების ხარისხზე არ უნდა იზრუნოს? შემდეგ ვაგრძელებ პრემიერის ციტირებას. ამ მიდგომის გათვალისწინებით ვაძლევთ მეტ თავისუფლებას კერძო უნივერსიტეტებს და გვაქვს მეტი რეგულაციები ბუნებრივია სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის. რაც არის აბსოლუტურად რაციონალური და გონივრული მიდგომა, განაცხადა პრემიერმა. მე კი გეუბნებით, რაც არის კანონსაწინააღმდეგო, არა რაციონალური და არა გონივრული მიდგომა და უპასუხისმგებლო და არაფრით დასაბუთებული მიდგომა. თქვენ ვერ აძლევთ რეფორმის მთავარ კითხვას პასუხს. შრომის ბაზრის კვლევას ატარებთ იმიტომ და ამცირებთ ადგილებს იმიტომ, რომ ჭარბი სპეციალისტი არ ყავდეთ. სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შევა ჭარბი სპეციალისტი, აქ რო დაარეგულირებ, იქედა რო შემოვა 1827 იურისტი, ის როგორ იქნება? სახელმწიფო სექტორში რო გაავლე მუსრი და გააუქმე ყველგან თბილისში ისა რა ქვია იურიდიულები. როგორ იქნება ეს? და ყველა პოპულარული ფაკულტეტი. გამეცით პასუხი. ამ კითხვას თქვენ ვერ აძლევთ პასუხს. აი, იმიტომ ვერ იძლეოდა პასუხს. ზვიად გაბისონია ბევრჯერ მივიდა იქ უნივერსიტეტში და ვერ მისცა პასუხი. და მინისტრი ხო ვერ იძლევა და ვერ იძლევა პასუხს. კარგით. ახლა მე მინდა ვერ მოვასწრებ, ალბათ შემდეგ გადაცემაზე შევეხები, მაგრამ რამდენიმე მომენტს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება. მიქანაძის გამოსვლიდან. ბატონი მიქანაძე სატელევიზიო გამოსვლის დროს რატომ წამოვიწყეთ ეს რეფორმა? დასვა კითხვა თვითონ. ხარისხობრივი კომპონენტი დაბალიაო და ესე იგი ახლა ავამაღლებთო. ეს არ ვიცოდით. ახალ რაღაცას იგონებთ თქვენ პედაგოგიკაში. ესე იგი 4+2 მოდელი იყო, 4 წლიანი სწავლება დაიყვანეთ 80% შემთხვევაში 3 წელზე და 2 წელი 1 წელზე და თურმე წლების მოკლება მაღალ ხარისხს განაპირობებს.
პასუხს. ეს ეწინააღმდეგება ადამიანის გონებას, ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას, სკოლაცოდნეობას, უმაღლესწოდნეობას და ყველაფერს. ეს თქვენი თეორია. ყობახიძე მიქანაძის. არ გიკონტროლებთ თუ ბატონი ბიძინაც იზიარებს ამ თეორიას. ესენი შეათანხმეთ ბატონ ბიძინასთან? რესურსების კონცენტრირება მოვახდინეთო. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტიო. საკადრო ადამიანური რესურსების კონცენტრირებას ვახდენთო და ასევე ინფრასტრუქტურისო. სასწავლო რესურსების კონცენტრირებასო. ამიტომ მოვახდინეთ ბაზრის კვლევაო. კვოტირება, შემცირება სახელმწიფო სექტორში, თორემ კერძო სექტორის კვოტირება არ განხორციელებულა და ვერ ხსნის, ვერც მინისტრი. მთავარ კითხვას ვერც მინისტრი ვერ აძლევს პასუხს, რა აზრი აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტირებას თუ კერძო უნივერსიტეტებში არ მოვახდეთ კვოტების შემცირებას, რა აზრი აქვს შრომის ბაზრის კვლევას თუ სახელმწიფო უნივერსიტეტების გარდა ჭარბი კადრებს მოგცემს კერძო სექტორი, ამას ვერავინ ვერ აძლევს პასუხს. ამიტომ ხუხულასავით ინგრევა თქვენი რეფორმის მთავარი ღერძი, შრომითი ბაზრის კვლევა, კვოტების დაწესება, კვოტების შემცირება, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, პროფილური უნივერსიტეტების ცნება, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ განახორციელეთ. სეტეუს გარდა სამედიცინო უნივერსიტეტი კი ბატონო თბილისში უნდა იყოს, მაგრამ თესეულში გააუქმეთ იმ პროფილით, რომ ერთ ადგილზე უნდა, რატო უნდა იყოს სახელმწიფო მაშინ რა ქვია, ქუთაისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ნუ ეხლა მრავალპროფილურია, რატომ უნდა იყოს სამედიცინო ფაკულტეტი? ან აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი რატო უნდა იყოს პროფილური? ან ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რატო უნდა იყოს სამედიცინო ფაკულტეტი? ან რატო უნდა იყოს მრავალპროფილური, ისტორიულად იყო პედაგოგიური პროფილის? გეკითხებით და მიპასუხეთ. მარტო სეტეუზე რომ ხართ მაგრად მომართული, პირადი ინტერესი გააქვთ და გამობძანდი და თქვი, რისი და ვისი ინტერესი გაქვთ, შენობების თუ ადამიანების. შემდეგ ხო და აგრარული თუ პროფილურს აკეთებდით, მაშინ აგრარული უნდა იყოს ერთი მიმართულების, თუ არა და სადაც იყო იქ დაგატოვებინათ. როგორ შეიძლება რეგიონული უნივერსიტეტები გახადეთ ყველა პედაგოგიური პროფილის და როგორ შეიძლება პედაგოგიური პროფილის ან ზოგადი პროფილურ უნივერსიტეტში გადაიტანო საინჟინრო მიმართულების აგრარული მეცნიერებები. არის საინჟინრო მიმართულების. და აგრარული მეცნიერებების უმარტესობა პროგრამების საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებისაა. ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტიც ყველგან ამერიკაში და ევროპაში ყველგან არის იქ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში. და ახლა მინდა შევეხო ერთ რაღაცას. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტიო, იმიტომ გავაკეთებთო, მთავარი საფუძველი არისო, მატერიალურ ტექნიკური ბაზის და ინფრასტრუქტურისო და ფინანსებისო, ხარჯებისო, ლაბორატორიებიო, STEM საგნების ლაბორატორიები ძვირი ჯდებაო და რატო უნდა იყოსო ყველგანო თელ რეგიონულ და თელ ქვეყანაშიო. კი, მაგრამ აბა მეც მაგას არ ვამბობდი? და რატო ჩამოარიგეთ ეს ძვირადღირებული აგრარული მეცნიერებები, 2-3 პროგრამა ყველგან და თითო ლაბორატორია მილიონი და მეტი უნდა დაჯდეს. რატომ გეკითხებით? რატომ? ეს კომუნისტების დროს არ ყოფილა, ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა. კარგით, ახლა მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო თუ რა გამოიწვია ამ რეფორმება ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ. პირველი, შეკვეცილი კვოტები. რა უარყოფითი მხარეები აქვს. განსაკუთრებით მე ამას ეს ჩამოვაყალიბე მშობლებისათვის და აბიტურიენტებისათვის, რომ იცოდეთ რა პირობებში მოგიხდებათ თქვენ, რა ვიცი, ვინც ჩააბარებს, სწავლა კი არა, ბრძოლა. და ამ ჩაბარების პროცესშიც პირველი შეკვეცილი კვოტები, მეორე არჩევანი შეზღუდულია, მესამე
ნახევრად იზოლირებული განათლების სისტემა მოაწყეს. ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებები გააკეთეს. გაუქმებული პროგრამები, მილევადი რეჟიმში გადაყვანილი პროგრამები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. კერძო უნივერსიტეტში გაიზარდა გადასახადები. 43,000 აბიტურიენტიდან 1000-ობით დარჩება კონკურს გარეთ. 180 კრედიტიანი პროგრამები დაგვხდებათ. შემცირებული ერთი წლით სწავლება, ეს შეეხო პროგრამების 80%-ს. მაინორ პროგრამების გარეშე, ანუ მეორე კვალიფიკაციას ვერ მიიღებთ. შეზღუდული მობილობა, გამქრალი თუ არა. შემდეგ მე-12 საკითხი, სტუდენტების საფასური ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. ერთი სტუდენტის ფინანსური ნორმატივი. ბიზნესი ბიზნესი გააუმჯობესონო კერძო სექტორში, ასეთია დირექტივა და ბიზნესი აკეთონ ლაღად და თავისუფლათო. მე-14 სახელმწიფო სექტორს შევავიწროებთ ყველანაირადო. ჩარჩოში მოვაქცევთო, ხო? მე-15 მოსახლეობას მოუწევს კერძო უნივერსიტეტებში გაზრდილი გადასახადების გადახდა. მე-16 სამწლიანი პროგრამები სტუდენტებს ცოდნას ვერ მისცემს. ეს არ იქნება საუნივერსიტეტო განათლება. კოლეჯი სადღაც, უნივერსიტეტსა და სკოლას შორის. ყველაფერს პროგრამებს, სილაბუსებს სამინისტრო აგზავნის და რა პროფესორი ვერაფერს ვერ ცulis. 31,700 სტუდენტი 4 წლიანი ხელშეკრულება დაუდეს ჩაირიცხა გასულ წელს და დეკემბერში მიიღეს ცვლილება და შეახეს ამ სტუდენტებს, არღვევენ ამ სტუდენტების უფლებებს. თავისუფალი კრედიტები რაღაც 10 იოდე კრედიტი იქნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო როგორც ვთქვი წაართვეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 4 დიდი ფაკულტეტით ჩამოართვეს, სკოლა არაკონკურენტუნარიან ცოდნას იძლევა და ამ ეტაპზე და ამ ნიადაგზე დაიწყეს სახურავიდან დაიწყეს რეფორმა და არა საძირკვლიდან. რეპეტიტორთან მომზადება უფრო დიდხანს დაჭირდება აბიტურიენტებს რამდენიმე წელი და ყველასათვის ეს არ იქნება ხელმისაწვდომი, არც მშობლები, არც ბავშვები, არც სტუდენტები, არც პროფესორები, არც საზოგადოება ხმას არ იღებთ აი ამ რეფორმის კი არა დეფორმის უარყოფით ასპექტებზე 10,000 ლარიანი წამყვანი პროფესორები როდის იქნებიან. ეს 10,000 ლარი საერთოდ არ უხსენებია არც მიქანაძეს თავის სატელევიზიო გამოსვლაში და არც პრემიერ-მინისტრს ანგარიშის დროს, თუმცა 10,000 ლარით დაიწყეს. სტუდქალაქს როდის ააშენებენ, ესეც არ უთქვამთ. არც ერთ უნივერსიტეტზე მე-7 კორპუსი რო გაყიდეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რატო არ აუშენეთ ან არ აძლევთ სამაგიერო შენობას. ეს შემდეგ ტოტალური კონტროლი განათლების სისტემაზე დაამყარეთ და გინდათ რომ დაამყაროთ და დააკანონოთ, ინფრასტრუქტურის გაყიდვა გინდათ და არ ამხილთ რა და როგორ, ახლის აშენება და ან რაოდენობით მიგაგვთ და რა რაოდენობით აშენებთ ახალს. 14,400 სტუდენტი, როგორც გითხარით, შესავალ სიტყვაში არ დაგავიწყდეთ, ამიტომ უნდათ შრომის ბაზრის კვლევა და არა იმიტომ, რომ ბაზარზე ჭარბი სპეციალისტი არ დაგროვდეს. მაშინ კერძო სექტორს დაუწესებდნენ კვოტებს. ხარისხიანი განათლებისათვის უნდა იბრძოლოთ პატივცემულო მშობლებო, ახალგაზრდებო, ასე თუ გაგრძელდა განათლების მიღების პერსპექტივა შემცირდება მნიშვნელოვნად საქართველოში. აქ ჩამოთვლილი პრობლემების შედეგები იქნება უხარისხო განათლება, მაღალი ხარისხის განათლების სისტემების განსაკუთრებით სასკოლო და უმაღლესის გარეშე ჩვენ მომავალი არ გაგვაჩნია. საქართველოსია ლაპარაკი იმის მაგივრად, რომ დავადგეთ მასობრივად უმაღლესი განათლების გზას, ვზღუდავთ, ვამცირებთ, მილევად რეჟიმში გადაყვავს, დაფინანსებას არ ვზრდით,
ან ვცვლით იმდენად უმნიშვნელოდ, რომ ეს ხარისხზე და კონკურენტ უნარიან განათლებას ვერ მოგცევთ. საით მიდის განათლება და საით მივდივართ ჩვენ? აი ამ ბოლო კითხვით დავამთავრებ, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ სანამ საზოგადოება, მშობლები, ახალგაზრდები, ექსპერტები და საერთოდ მთელი ქვეყანა არ დავსვამთ საკითხს, რომ გათავისუფლდეს საჯარო მოხელეები დაკავებული თანამდებობიდან, მინისტრი, მთავრობა, ხო იყო მთელი მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ასეთი დამანგრეველი რეფორმებისათვის სამინისტროს აპარატის თანამშრომლები, უმაღლესის დეპარტამენტი ხო არის იქ, სკოლამდელი და სასკოლო დეპარტამენტის დირექტორები პირველ რიგში იქ განყოფილებები თუ ვინც არიან, ყველა სანამ არ მოვითხოვთ გათავისუფლებას და ხელმძღვანელი მუშაკების, მათ აქვს დაუსჯელობის განცდა, მათ გონიათ და ასეც არის, რომ პასუხს ვინ მოგთხოვთ, გავაფუჭებთ ყველაფერს, დაუდგებით ზურგში, გავუმაგრებთ ზურგს პრემიერ-მინისტრს, გავამაგრებთ ჩვენ მინისტრს და ყველაფერი კრება დარჩება მხიარული. ხალხი და საზოგადოება გადაკლაპავს ამას. არა, უკან დასახევი გზა არ არსებობს. საჭიროა ამისთვის ბრძოლა. კარგით, ამჟამად გემშვიდობებით. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში იყო ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანანა ნიკოლაიშვილი ვმუშაობდით თქვენთვის პირდაპირ ეთერში. თემა იყო უმაღლესი სკოლის რეფორმის ანალიზი. ეს იყო 31 გადაცემა. ამ გადაცემას გაიმეორებენ შაბათს 5:30-ზე. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.